როგორ ვიყენებთ მეცნიერებაში და კონკრეტულად ფიზიკაში სიმეტრიას, რა დანიშნულება აქვს და რა შედეგები მიჭირავს ხელში ფიზიკაში სიმეტრიის შემოდანილი და მისი კვლევა. სანამ ფიზიკაში გადავიდოდეთ, მე მინდა ერთი პატარა იგავი მოვიყვეთ, ეს იგავი არის ცნობილი ფილოსოფოსი არსებობდა, ფრანგული ფილოსოფოსი გურიდან, რომელსაც მიაწერენ ფილოსოფოსის და ვირის იგავს. სანამ იგავს მოგხვდებით, სანამ ფილოსოფოსის შესახებ ძალიან საინტერესო კაცი იყო. მე-19 საუკუნის ფილოსოფოსი იყო, მას ჰყავდა ძალიან ცნობილი პედაგოგი სწავლობდა ასევე ფრანგულ ფილოსოფოსთან სახელად გვარდიოს, ლუკა. ამ ლუკამთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო გამონათქვა ლუკამის ბრიფის შესახებ. რომელშიც ასწავლებს შემდეგში. თუკენ რაიმე მოვლენას სწავლობთ და ამ მოვლენის ახსნის რამოდენიმე ვერსია გაქვთ, ხო? ამ ვერსიებს შორის სამართლიანი იქნება ის, რომელიც მარტივია. რაღაცა მოვლენა მაქვს, სწავლობ ამ მოვლენას, მოვუძებნი ბევრი ამონახსნი და ვერ ვარკვევ, რომელი ათენა სწორი. ეს კაცი ვეუბნება, რომ ყველაზე სწორი და ბუნებაში სამართლიანი იქნება ის, რომელიც მარტივია. ამ იდეის განვითარება მე ფიზიკაში შემოგვიყვება. დაახლოებით რამოდენიმე საუკუნეში ისევ ფრანგი მოაზროვნე ფიზიკოსი იყო მუკეტუი, რომელმაც თავის პრინციპი ჩამოაყალიბა რა. ამ პრინციპის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში. ეს პრინციპი ეხება გეომეტრიული ოპტიკის. ოპტიკა ვიცი. გეომეტრიული ოპტიკა არის ოპტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის სხივის გავრცელებას. და ეს პრინციპი ამბობს ესეთ რამეს, რომ როდესაც სინათლის სხივი წერდება რა A-წერტილიდან B-წერტილში და გაივლის სხვადასხვა გარემოს, ეს სხივი აარჩევს ისეთ ტრაექტორიას, რომელსაც ექნება მინიმალური დრო. ანუ მაგალითად, თუ სინათლე გარდახვდება ხო რაღაც გარემოში, ის სხივი აირჩევს მაინდამაინც ისეთ ტრაექტორიას, რომელსაც დაჭირდება მინიმალური დრო. ეს ხო ეს ამ პრინციპზე დაყრდნობით შეგვიძლია თქვენ ძალიან მარტივად გამოიყალოთ გარდატეხის ერთი გარემოდან მეორე გარემოში გადადის სინათლე სულის მასალიდან გადაგახსენებთ გარდატეხის კანონს. და უშუალოდ ერთი გარემოდან მეორე გარემოში სინათლე გაივლის. ეს სინათლე გადადება აუცილებლად, ხო? რაღაცა თუ ეცემა სინათლე მეორე გარემოში გაივლის ფაქტი. და ამ კუთხეების სინუსების შეფარდება არის გარემოების გადაწყვეტის მაჩვენებლების შეფარდება. ეს პრინციპი პირდაპირ ცალსახად გამოდის აი ოპერატორის პრინციპი. უცნაური ხო? თითქოს სინათლის სხივი წინასწარ იცის სამნავიანოს. რა იცის ხო? როგორ მოშინჯავს სინათლის სხივი? აი ამ ტრაექტორიას, რომელსაც მან კონკრეტულად უნდა გაიაროს. ანუ რა იცის რომელია ის ტრაექტორია, რომელსაც ჭირდება მინიმალური დრო. ამის კიდევ უფრო, ამ პრინციპის კიდევ უფრო ფუნდამენტური გაფართოება თემური ფიზიკაში ისწავლებს თემური ფიზიკას ხო? არის უმცირესობების პრინციპი. ეს უმცირესობების პრინციპი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ძალიან ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ფიზიკის ყველა სფერო არის დაფუძნებული. ეს უმცირესობების პრინციპი ამას ესწრებს. თუ რაიმე ობიექტი, ფიზიკური ობიექტი, შეიძლება გაწერილიყო ვექტორებში. მიდის. და ასეთიდან ვექტორებში მიდის. და თქვენ თეორიულად მოიფიქრეთ ტრაექტორიები, რა შესაძლო ტრაექტორიები შეიძლება იყოს ასეთიდან ვექტორებში გადასასვლელი. ხო? უმცირესობების პრინციპი მოუნება, რომ ბუნება ირჩევს ისეთ ტრაექტორიებს, რომელზედაც რაღაც გარკვეული ფუნქცია, რომელსაც მეთოდოლოგია ძალიან უხეშად ვთქვათ, ეს არის ენერგია. ბუნება ირჩევს ისეთ ტრაექტორიას, რომელზედაც ენერგიის ხარჯი არის მინიმალური. ანუ მაინდამაინც ისე წავალ ჩვენი სხეული, რომ ამ სხეულზე ბუნების მიერ დახარჯული ენერგია არის მინიმალური. ეს აქ მოვიყვანეთ ეს პრინციპი. ეს პრინციპები გარკვეულად არის სიმეტრიებთან დაკავშირებული.
ორიდან ერთხელ მოუწია ხანგრძლივად გამგზავრება საქმეს. ასწავლა ვინმე. ვერ დაიყვანა მოგზაურობაში ვინ და რო არ მომგარება შიმშილისგან ვერს გამომზადა ორი აბსოლუტურად იდენტური ერთმანეთნაირი ზუსტად ერთნაირი თიმის უზარმაზარი ზღვი. ერთი განათავსო მარცხნივ გვირისგან, მეორე განათავსო მარჯვნივ გვირისგან. დარწმუნებული იმისა, რომ გვირი შიმშილისგან არ მოგდება. მაგრამ ვინ დაუდა პრობლემა? ვერ გადაარჩა. რომლიდან დაიწყო? მარჯვნიდან თუ მარცხნიდან? იმიტომ იმისთვის სიმეტრიული ყავსო. თული კიტაკი ხედავდა და ამ კიტაკი ხედავში ეს ჩვენი გვირი შიმშილისგან მოგდება. იდეა არის შემდეგი, რომ გვაქვს მარჯვენა სიმეტრია. პირველი ცნებად ჩვენს საუბარში შემოვიდანს ეს მარჯვენა სიმეტრიის ცნება. რაში მდგომარეობს ეს? აი ამ ორი თიმის შუაში ჩვენ ჩაგვედი. სარკე და დავუშვათ უყურე კარი. მარჯვენა მხრიდან, ხო? სარკე გამალავდა მარჯვენა მხარეს არსებულ ზღვის, ხო? იმის უკან. მაგრამ სარკეში ასახული გამოსახულება ზუსტად გაიმეორებს აი ამ ზღვნის იდენტურ მეორე ზღვას, როგორც გაიმეორებს იმ მეორე მარცხენა ზღვნის არსებობას, ხო? ან ვარჩენ ლაპარაკობ მარჯვენა სიმეტრიაზე, რომელსაც ფიზიკაში სარკულ სიმეტრიას უწოდებენ. ჩვენ თქვენ სარკულ სიმეტრიის ძალიან შიგად კონცეფტუალური მოგონები ხარდად სულ სარკეში ჩაიხედა მარჯვენა ხელს ვაკეთებ, ხო? ის გამოსახულება, რომელსაც ვიწევთ. ჩვენს ადამიანების შემოქმედებაში ძალიან ხშირად დაიგროვა სიმეტრიის არსებობა. არქიტექტურაში, ხო? ძველი ბერძნების არქიტექტურას შეხედეთ, რომ ძალიან თავში საწევი არის პროპორციები, წესიერი ფორმები. ასევე აი მაგალითად ლიტერატურაში ლექსტატ სიმეტრია არის და ამ მუსიკაში, ხო? მუსიკალური ფრაზის, ემოციის გამეორებადობა სიმეტრია. აქ მინდა მოვიყვანო ცნობილი გერმანელი მათემატიკოსის სიტყვები სიმეტრიის შესახებ. ეს სიტყვებია ამოსულ დაუბრუნდებს საუბარს. ის ამბობს ამას, რომ სიმეტრია არის იდეა, რომლის მეშვეობით ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა შეენეცნა და შეექმნა სილამაზე, მოწესრიგებულობა. ასეთ გამარტება ამბობს ამ სიმეტრიის შესახებ. სიმეტრია თქვენს სკოლის მასალითაც აღვიჟებოდით ახასიათებს სხვადასხვა ობიექტებს, მაგალითად კვადრატი გვაქვს, ხო? შევისწავლოთ კვადრატის რა სიმეტრიები ახასიათებს. ან ნებისმიერ კვადრატის ეს დიაგონალი, ხო? და ამ დიაგონალზე ისევ ვისარგებლოთ. ხო, აშკარად მივიდეთ საკუთარ სიმეტრიას. ისე ნახარი არ გამოჩნდება, ვისარგებლოთ უკან. სარკე ასახავს ამ პირველი ნაწილის სიმეტრიას. იგივე სიმეტრია გვაქვს მაგალითად მეორე დიაგონალის სიმეტრია. ან მოპირდაპირ გვერდების შუაში გავუშვათ და აქ ჩავსვათ სარკე, აქაც მარჯვენა სიმეტრია მოსახავს. არა მაგრამ გამოვიდგინოთ, რომ კვადრატის გეომეტრიული ცენტრის ცენტრის მიმართულებით ყველა დიაგონალი გადაიყვება. ამ ცენტრის მიმართულებით 90 გრადუსით რომ მოაბრუნდეს კვადრატი, ხო? კვადრატი აისახება თავის თავში. ანუ გვაქვს ახალი სიმეტრია შემოვიდა და რომლის სიმეტრია. რა აღწევს მოაბრუნდა იგივე ენჯელოთ 90 გრადუსით რომ მოაბრუნო ისე იგივე ობიექტს, ხო? სიმეტრია ახასიათებელია არა მარტო ობიექტებისთვის, არამედ დროში მიმდინარე პროცესებისთვის. მაგალითად, წელიწადის დრო. სიმეტრიის მატარებლები, რატო? იმიტომ რომ 12 წელში ერთხელ მეორდება ერთი და იგივე ორი. 12 წელში ერთხელ მოწესრიგებს საკუთარი ზამთარი. და ასე შემდეგ. ასევე დავუშვათ 12 წელში ერთხელ დებახების აპარატი, ხო? 12 წელში ერთხელ დინამიკაშიც კი დაიგროვა გარკვეული სიმეტრია, ხო? ну, в принципе, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმეტრია არის ისეთი რაღაც, ისეთი მოვლენა, რაღაც რომელიც ადამიანებს
რაც არის ჩვენ შემოქმედებაში ძალიან შეიძლება სიმეტრიის არსებობა. თუმცა პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკუღმაც შეგვიძლია ვთქვათ. მაგალითად, ხელოვნებაში სიმეტრიდან გამოსვლა აშკარად ჩვენში ტოვებს თავისუფლების განცდას, ყოველგვარი ასე რაღაც ინდივიდუალობის განცდას. მაგალითად, პიკასოს შემოქმედება აშკარად საინტერესოა, თუმცა ასიმეტრიული. ან დალის ხატობა სიმეტრიები დაჭერა რთულია, თუმცა ესთეტიურად საინტერესოა სინემაში მაგალითად. ისევ მოვიყვან ისევ ვეილის უკვე განმარტებას სიმეტრიის თუ რა არის სიმეტრია. ის ამბობს ესეთ რამეს, რომ სიმეტრიული არის ობიექტი, თუ მას შევწვი რაიმე წესით, არ აქვს მნიშვნელობა რა წესით შევწვი, ეს ობიექტი თავის თავს დაემსგავსება. მაშინ ესეთი ობიექტი არის სიმეტრიის მიღება. ამ რას კვადრატს რაღაცა ცვლილებები გავუკეთებ, თავის თავზე არ აღსავსებს, ხო? ან ვაფშე მორგანე, სარკმლის სიმეტრია, ან ბრუნვის სიმეტრია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რამე, რომ სიმეტრია არის რაღაცა ზოგადის, საერთო სამსახური. ხოლო სიმეტრიის დარღვევა, რომელსაც სხვა სიტყვებითაც ასიმეტრიას უძახიან, ხო? არის აი ამ რაღაცა ზოგადის კონკრეტული ინდივიდუალური გამოსახულება. ამიტომ, როდესაც თქვენ სწავლობთ ამათგან სიმეტრიას, ხო? აუცილებლად უნდა შეისწავლოთ სიმეტრიასთან ერთად ასიმეტრიის დარღვევა, რომელსაც ეწოდება ასიმეტრია. ეს მერე თუ საშუალება გვექნება ძალიან დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ფიზიკაში, რადგან კონკრეტულად ნაწილაკების ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ასიმეტრია ან სიმეტრიის დარღვევა უზარმაზარ როლს თამაშობს. ეს არის ფუნდამენტური მოწყობილობები მთელი თანამედროვე ველის თეორია, ეს გაერთიანებული ველის თეორია. სანამ გადავართ კონკრეტულად ფიზიკაში სიმეტრიის როლზე და მის შედეგებზე, თქვენს ნებართით ორი პატარა მაგალითი ამოცანა გამხდით. ეს ამოცანა არის სკოლის ფიზიკიდან მარტივი არ არის, და დავით არის ამოცანაში ისევ სიმეტრიის ელემენტები დებს და დავინახოთ როგორ მეხმარება სიმეტრია ამოცანის ამოცანაში. ეს მაგალითი პირველი მაგალითი ისევ მაყვა და ამ კვადრატის წევრებში განლაგებული მაქსიმუმი და იგივე ნიშნის მოხდა. ამოცანის კითხვა მოვარო შემდგომში. სად უნდა განვათავსოთ დამატებითი მუხტი, თუ არსებობს ეს საშუალება, სად უნდა განვათავსოთ დამატებითი მუხტი, რომ ეს ჩემი სისტემა მოვიდეს წონასწორობაში. ნუ ბუნებრივია რა დამატებითი და იგივე ნიშნის მუხტებზე გადაყარგი, გლობალური ეს მუხტები ერთმანეთს განმისდამენ, ან დამატებითი მუხტი თუ არა, ეს სისტემა დაიწყებს გაფრინს. ხო? ნუ კვადრატის სიმეტრიაზე უკვე ველაპარაკეთ და ინტუიცია გვარნახობს, რომ გამორჩეული წერტილი არსებობს კვადრატისთვის, ეს არის მისი გეომეტრიული ცენტრი, რომელშიც თეორიულად ჩვენ შეიძლება განვათავსოთ ამას, რომელიც მე გარანტიას მომცემს, რომ ეს სისტემა მოვა წონასწორობის მდგომარეობაში. წონასწორობის მდგომარეობა ნიშნავს, რომ მაგ სტაბილური მდგომარეობა არავინ არსად არ გადის. რადგან მე შემოგვიყვება ამცამის პირობა ესეთი, რომ უნდა შემოვიტანო დამატებითი რაღაცა მუხტი, ეს იმას ნიშნავს და ვითხოვ სისტემის წონასწორობას, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მუხტიც უნდა იყოს წონასწორობაში, ეს დამატებითი მუხტიც. თუ ეს მუხტი არ მოვიდა წონასწორობაში და მამოძრავება დაიწყო, შესაბამისად დანარჩენი მუხტებიც ამოძრავდებიან და სისტემის სისტემა არ იქნება წონასწორობაში. ეხლა კითხვა მაქვს. თვითონ აი ამ დამატებითი მუხტის წონასწორობისთვის რაიმე მნიშვნელობა თუ აქვს, რა სიდიდე ექნება თვითონ ამ მუხტს? სიმეტრიიდან გამომდინარე შეუძლია ძალიან მარტივად შეგვიძლია მივიღეთ პასუხი. ამ მუხტის სიდიდეზე არის დამოკიდებული თუ არა თავისივე წონასწორობა. როდი შევხედოთ სიმეტრიას. ამ მუხტის მიმართ ყველა მუხტი არის სიმეტრიულად დამოკიდებული, ხო? ამიტომ და რამაზით ეს კვადრატის სფეროში განლაგებული მუხტები არის დაშორებული, ჩემი განმარტებით კურონის კანონი გვაქვს, ხო? კურონის კანონი ეს არის ორ უძრავ შორის ურთიერთობის კანონი. და ეს მეუბნება, რომ მათ შორის ურთიერთობა დამოკიდებულია მხოლოდ მათ შორის ხანძრაზე. შესაბამისად, რათა ყველა მუხტი არის განლაგებული თანაბრად, ამ ჩემი შესაძლებელი მუხტის
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რა სიდიდის მუხტები აქვს, ეს ორი მუხტი იგივე ძალით მოქმედებს და ეს ორი ძალით მოქმედებს ერთმანეთს გარკვევით. იგივე მეშინერია თქვა ან ორს, იგივე გამგარ ორს. ანუ დასკვნითი. ანუ დამატებითი მუხტისთვის წონასწორობის პირობის მოთხოვნა სულ არ განმარტავს მის სიდიდეს. რა სიდიდის მუხტი ჩავსვაში თუ სისტემას წონასწორობაში. მაშინ ეს ნებისმიერ სიდიდის მუხტი წონასწორობაში მოხდება. ისე ახლა შემთხვევაში ვიტყვი მივიჯეროთ უკვე თითოეული მუხტის წონასწორობის პირობაც. რას ნიშნავს თითოეული მუხტის წონასწორობა? ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ნებისმიერ არჩეული მუხტისთვის, მაგალითად პირველი მუხტისთვის, რომ დავწეროთ ძალების პროცენტი, ამ ძალების პროცენტის პროცენტი უნდა იყოს უნივერსიტეტი, ნუ ნიუტონის თანხმოვანი აღკვეთა რა, კურსეულის პროცენტი ძალების პროცენტი უნივერსიტეტი. ეს შეუძლია წონასწორობის პირობაში ამ მოძრაობის თანხმოვანად ან მოძრაობა. თორე დავწეროთ ამ შეულ აი ამ მოძრაობის ძალები, და აი ამ ძალები ამ მოძრაობის ძალა, შიდა მოძრაობა. იმ ძალების პროცენტის მუხტთან დაკავშირებით ცალ-ცალკე მიღებ მუხტის სიდიდეს. ანუ შიდა მუხტის წონასწორობის პირობა არ განვისადო რა მისი სიდიდე, მაგრამ გარემ მუხტების წონასწორობა ცალ-ცალკე განვისადო რა მისი სიდიდე. ბუნებრივია ნიშანი იქნება იმის საწინააღმდეგო, რაც უნდა ამ წეროში განადგურებული მუხტების. თუ აქ მეკონა დადებითი მუხტები, მაშინ აქ შევეცდები. თუ აქ მუხტები შეიძლება შევეცდომას დადებითი მუხტების უკაცრავად. ჩვენ ხუმუხტის ინდესოზე არა უნდა ჩვენ ზოგადად ვეძებთ წერტილს, ანუ გეომეტრიულ წერტილს, სადაც უნდა შევიდა ბატონო ხუმუხტი უნდა იყოს მეგონი შეუძლია. პირველად ეგრე წონასწორობაში იყოს ხუმუხტიც უნდა იყოს მეგონი. ხუმუხტიც უნდა იყოს ამ მუხტი ოღონდ საპირისპიროში. ანუ პატარა კუსტოლი, პატარა კუსტოლი, ხო ან ფულტრაცე. ამოსტოლი ძალიან კარგი. დავალებთ სახში საშინელება. თუ შეიძლება გამოთვალეთ ეს მუხტი და საინტერესო იქნება რისიტოლი იქნება მუხტის სიდიდე. რა კარნახო? აი საინტერესო რა კარნახო? იმას რომ ამ მუხტის სიდიდე უნდა იყოს მაინც რისიტოლი. ბად მესამე მუხტი. ეს მუხტი რა აქვს? ხო არა. ძალიან ხო დაითვალეთ სახში საინტერესოა რა გასუძლებელი. ძალიან ლამაზი გამოსახულება აქვს დამოკიდებული კვადრატის გვერდის სიგრძეზე. კვადრატის გვერდის სიგრძეზე ცალსახად არის დამოკიდებული ამ მუხტის სიდიდე. რა მუხტიც უნდა შეიტანოთ შიგნით. ძალიან მარტივი ჟეოლოგია. რო გავზარდო კვადრატი. კვადრატის ზომები რო გავზარდო. ანუ გვერდის სიგრძე გავზარდო. რა შემეცვლა? შემეცვლება საცდელ მუხტსა და თითოეულ მუხტის მანძილზე. ხო? შესაბამისად ურთიერთობის ძალები შემეცვლა. შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. კარგი ამოცანა, თუ დაინტერესებს შეიძლება ამოცანა. მარტივი გეომეტრიიდან ხო დაწერა. მეორე მუხტის ძალა, მეორე მუხტის ძალა, ეს ამიდან მუხტის ძალა ყველა არის ერთი მიმართულებით. ამ ძალებს პროფილი აჯამოთ და მე საწერ მუხტიდან მუხტის ძალა. მათი ჯამი გეომეტრიული ჯამი, ანუ ვექტორული ჯამი ერთმანეთს. მეორე ამოცანა გადა. მეორე ამოცანა უბრალოდ. აი როდესაც ეს ვიზუალური არ მოგვიძა. მეორე ამოცანა ისე კვადრატს. ეხება არის ესეთი რა. მაგ კვადრატი. თითოეული კვადრატის წვეროში ის და გადავიდე. პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე. ამოცანა შეიძლება არის ეს ზარი თითოეული ზარი, მაგალითად პირველი მოძრაობს მეორეს მიმართულებით. მეორე მოძრაობს მესამეს მიმართულებით. მესამე მოძრაობს მეოთხეს მიმართულებით. მეოთხე პირველის მიმართულებით. ამიტომ დამატებითი პირობა გამოიყენება იმაში, რომ მათი მოძრაობის სიშკარი არის სიდიდით. კითხვა არის ესეთი.
შეხვდებიან თუ არა ეს ძაღლები ერთმანეთს და თუ შეხვდებიან რა დროის აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმეტრია. აშკარად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმეტრია, აშკარად ჩანს რომ სისტემა კვადრატის სფეროში განლაგებული ძაღლები მთლიანი სისტემა არის სიმეტრია. როდესაც პირველი ძაღლი დაიწყებს მეორეს მიმართ მოძრაობას, მეორეს გასცემს, მიმართულებით მოძრაობას, ამ მომენტისთვის მეორეს სხვა პრობლემა. ამიტომ ეს ძაღლი რა გამოინათლებს, ეს პირველი ძაღლი გამოინათლებს როდესაც დავწერთ აღნიშნავს წერტილებს, ხო? თქვენ ეფექტურად გამოგივართ, რომ ხდება კვადრატის მობრუნება, კვადრატის სიმეტრიის ცენტრის ამ გეომეტრიული ცენტრის მიმართ და ამავე დროს პარალელურად ხდება კვადრატის ზომების შემცირება. აი წარმოიდგინეთ, რომ დავჯერდით იმ ატრის სისტემაში, რომელიც კვადრატთან ერთად ბრუნავს. რას დავინახავთ იმ ატრის სისტემაში? კვადრატს ლამბობს ამ ატრის სისტემა, რომელიც კვადრატთან ერთად ბრუნავს. რას დავინახავთ იმ ატრის სისტემაში? აშკარად დავინახავთ უძრავ კვადრატს, იმიტომ რომ მე დავჯერდით ეს ატრის სისტემაში, სადაც კვადრატი არის უძრავ. აშკარად დავინახავთ ეს კვადრატს, რომელიც ჩემს მიმართ არის უძრავ. აშკარად ეს ძაღლები ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ. ამ მოძრაობის შედეგი იქნება ის, რომ კვადრატის ზომები შემცირდება. ანუ მე დავინახავ დროში კვადრატის შევიწროებას. დროში კვადრატის შევიწროებას. ეფექტურად იმ ატრის სისტემაში, ამ კვადრატთან ერთად მოძრაობის სისტემაში გამოვივალ, რომ თითოეული ძაღლი მოძრაობს ეს უბრალოდ დიაგონალები, ხო? ეს დიაგონალები, ხო? თითოეული ძაღლი მოძრაობს დიაგონალებს გარს. პირველი დიაგონალი, ამცანის კითხვა არის შეხვდებიან თუ არა საერთოდ ეს ძაღლები და როდის შეხვდებიან. ანუ სიმეტრიიდან გამომდინარე, თვითონ სისტემის სიმეტრიიდან გამომდინარე, სიმეტრიიდან განახავს, რომ თუ შეხვდებიან ერთ-ერთი წერტილი ეს არის ამ გეომეტრიული ობიექტის გეომეტრიული ცენტრი, ხო? ანუ მე თუ დავთვალე დრო და გამომივიდა ეს დრო სასრული სიდიდე, ანუ გააზრებული სიდიდე. მაშინ მე ვიტყვი, რომ სასახად ამოხსენებ. სად მოვძებნი წერტილის არც ისინი შეხვდებიან და მოვძებნი დრო, რა გვრის განმავლობაში და ესენი ერთმანეთს შეხვდებიან. სიჩქარევიჩი და სიჩქარე ციგნის მნიშვნელობას დადებულია პირობა რომ ის არის მოხდა. ნუ იმის გამო რომ დროის ნებისმიერი მომენტისთვის გვერდენ გონი ძაღლების სიჩქარეების ვექტორები ერთმანეთს მართულია. ყოველთვის ისინი მოვიდნენ კვადრატის გვერდის გასწვრივ. ანუ ამის სიჩქარე აკეთარი მართულია, ამის სიჩქარე ნებისმიერ მდგომარეობაში დროში სურათი გადავიღოთ. ნებისმიერ მომენტში დააფიქსირებთ კვადრატს, რომლის და კვადრატში სფეროში განლაგებული ძაღლების სიჩქარეები იმ კვადრატის გვერდების გასწვრივ იქნება. ანუ ვიღებთ ეს მსჯელობა განახავს, რომ პირველი ძაღლი, ხო, გაიგებს ამ წლიანი შეხვედრა, გაიგებს ამ კვადრატის ეროვნულ, ხო? ანუ დავაყოთ ამ კვადრატის. თუმცა ვამბობ, რომ აი ამ თითოეული ძაღლის წიგნით სიჩქარე რაღაცა ისტორია, მაშინ აგაყოფილი ვეზდი იქნება ის დრო, რომლის განმავლობაში ეს ძაღლები ერთმანეთს შეხვდებიან. არტილერია ძაღლები. და შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ სამკუთხედის შემთხვევაში. ნებისმიერი წესიერი ინდიქსების შემთხვევაში. ახლა კითხვა მაქვს. ენი რო არის ძალიან დიდი. რას მეგობრებო? ეფექტურად რას დავინახავ? და იმიტომ რომ n კუთხედი რაც უფრო მეტია n, ხო, მით უფრო n კუთხედის ზედა ეს შემოწერილობა უფრო უახლოვდება წრეწირის შემოწერილობას. პირობის განახილვა ეს ტიპები აი ამ n კუთხედის გვერდებზე დავიწყებენ n კუთხედის გვერდებზე, ხო? მისი გვერდები არიან ისეთი ქორდები, ხო? ქორდებს. რაც უფრო მეტია n, ეს ქორდა უფრო და უფრო უახლოვდება წირს. შესაბამისად, ეს ძაღლები იქნებიან იმოძრავებენ მუდმივად ცენტრის გასწვრივ და შესაბამისად მათი შეხვედრაში დრო არის. უსასრულო, ხო? აი ამის ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მე მიმზადებ
პროგრამა. That's ძალიან მოწონს ვიზუალური პროცესი და სამწუხაროდ შემთხვევაში ეს ლამაზად პლანეტი ჩანსწორე პლანეტი არის ტრაექტორიები შემოწეს ეს ჩვენი და სამწუხაროდ შემთხვევაში სამწუხაროდ ხო მარტო ერთი აღარ ხო გეგმილი რა სამწუხაროდ ძალიან უნდა დააგეგმოთ კუთხეები შემოიტანოთ ესე იგი ეს პასუხი აგაყოფილი ვეზე ეს არ არის ნებისმიერი n კუთხედისთვის ეს მხოლოდ კვადრატისთვის არის ხო? საკუთრების აი სამკუთხედს რო გააკეთეთ ხო? n კუთხედისათვის უკვე ადვილად აქ ცოტა ჩამალული სიმეტრი კვადრატის შემთხვევაში ჩამალული სიმეტრი. სამკუთხედის შემთხვევაში აშკარად ჩანს როგორ შემოდის კუთხე და ეს კუთხე n-ზე როგორ არის დამოკიდებული. და მე უკვე აპროქსიმაციას გააკეთებ ადვილად n კუთხედის შემთხვევაში. აი კუთხედის შემთხვევაში ვიზუალურად რაც უფრო იზრდება კუთხეების რაოდენობა, ხო, უფრო ახლოს და ახლოს მივიდივართ სპირალ. ხო, საინტერესო ის არის კიდე, რომ იმის გამო, რომ ამ სამის პირობის თანახმად თქვენ წირითი სიჩქარე გაქვთ მუდმივი, ამ დროს ეს კვადრატი მცირდება ზონაში, ხო, და წირითი სიჩქარე გაქვთ მუდმივი. შესაბამისად, კუთხური სიჩქარე, მისი ბრუნვის კუთხური სიჩქარე გაგეშტეთ, ხო, იმიტომ რომ რადიუსი მცირდება. ერთი სიჩქარე ივერჩება და ამიტომ რაც უფრო პატარადება ეს გეომეტრიული ობიექტი უფრო ჩქარა იწვევს ბრუნვას. თანდათან ბრუნვის სიჩქარე მატულობს არა გოჩა? აქ არ ჩანს ესე. არა, იგრძნობა, კი. ჩანს აქ ეს პროგრამაა დაწერილი და პროგრამას თავისი ცდომილება ცდომილების ფარგლებში ეს პროგრამა დაწერილი. ეს გვერდზე მყოფი დამკვირვებლისთვის ხო თითეული ძაღლის ტრაექტორია არის ლოგარითმული სპირალი. ხო. საინტერესო ძალიან. თუმცა სისტემაში რომელიც იბრუნებდა ყოველთვის აი ამათი ბრუნვის თითეულის მოძრაობა იქნება ცენტრისკენ მიმართული, ხო? ეს იყო მაგალითად არა, კარგად მიდის ყველასთან. ეს იყო მაგალითად. ეხლა მე მინდა ველაპარაკოთ ფიზიკაში სიმეტრიის შესახებ. ეს მაგრამ კი ზინარუსანის ერთი მესამე. ორი მესამე. ვისაუბროთ ფიზიკის ფუნდამენტურ განმეორებში გვაქვს თუ არა რაიმე სიმეტრია და რა როლია განსიმეტრიას. სანამ ამაზე ვისაუბროთ, ესეთ კითხვა დავსვათ. ანუ ჩვენ დავისვათ ბეილის განმარტება სიმეტრიის შესახებ, რომ ასიმეტრიული არის ობიექტი თუ მას მე რამენაირად შევცვლი და ამ ცვლილების შედეგად იგივეს აბსოლუტურად იგივეს, ანუ არანაირი ნიშანი არ ექნება მე განსხვავებას. ანუ როდესაც მე ვლაპარაკობ ფიზიკის ამ ფუნდამენტურ კანონებში სიმეტრიის შესახებ, უნდა დავსვათ ის კითხვა. რა ტიპის გარდაქმნები შეიძლება არსებობდეს, რომელიც მე უკან მომიგვინოს რაღაც გარკვეული სიმეტრიას. ეს სკოლაში თქვენ გაქვთ ნასწავლი გალილეის ფარდობების პრინციპი, რომელსაც თქვენ არ შეხედოთ სიმეტრიის თვალსაზრისით. არც მე არ შეხედოთ ამ სკოლაში. შეიძლება სიმეტრიის გალილეის ფარდობების პრინციპი ნახოს ესეთ რამს. ორი სხეულის ფარდობითი მოძრაობა, ერთი და იგივენაირად აღიწერება ნებისმიერ ინერციულ სისტემაში. ანუ ერთი ინერციულ სისტემა, მეორე ინერციულ სისტემაში გადავიდეთ, ეს მოვლენა იქნება აბსოლუტურად ერთგვარი. ერთნაირად აღიწერება ეს მოვლენა. ანუ გალილეის გარდაქმნებით, ანუ რაც იგივე ერთი ათვლის სისტემიდან მეორე ათვლის სისტემაში არის გადასვლა ის გარდაქმნა, რომელიც მე რაღაცა სიმეტრიის მოვლენას ვიყავ. ასევე მეორე სიმეტრია შეიძლება იყოს ეს სივრცეში წანახების დასნიშნავს. დავუშვათ თქვენ რაღაც ექსპერიმენტს აკეთებთ. უამზადებ რაღაც ექსპერიმენტს. დავუშვათ საათი და
ვსწავლობთ ამ საათის პროპორციებს, დროის ინტერვალებს და ასე შემდეგ. იგივე ექსპერიმენტი სრული რო გავიმეორებთ სხვა ადგილას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში გადავიდნენ იგივე სათავრობო. ყველა პირობა შევქმნი ზუსტად იგივე. თქვენი მოსაზრებით, ამ ექსპერიმენტში არსებული მოვლენების თანმიმდევრობა უნდა გამეორდეს თუ არ უნდა გამეორდეს? უნდა გამეორდეს. რა მნიშვნელობა აქვს სივრცეში სადღაც ექსპერიმენტი, ხო? აკვადრატი თუ იქ. ხაზი გავუწევთ, რომ პირობები უნდა შევქმნა იგივე. რას ნიშნავს? მაგალითად, მე თუ ზომავ მაგნიტურ ველს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწის ზომის წერტილში, ხო? იმიტომ რომ დედამიწის სხვა წერტილში მაგნიტური ველის დაძაბული მიმართულება და ასე შემდეგ სხვადასხვა. ამიტომ მე თუ ეს ჩემი ექსპერიმენტის შინაარსი ვგონებთ მაგნიტური ველის გაზომვაში და მე დავუშვათ ერთი განედიდან გადავედი მეორე განედზე, უნებრივია რომ შემეცვლა ექსპერიმენტის შედეგი, იმიტომ რომ გარემო პირობები შექმნა. სხვა მაგნიტური ველი მაქვს. ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ მე ერთი და იგივე პირობები მაქვს, სივრცეში რომ გადავიტანო ეს ჩემი ექსპერიმენტი, არ ხდება მაშინ. ანუ პირველი გარდაქმნა სივრცეში წანაცვლების შესაბამისი გარდაქმნა. მეორე გარდაქმნა არის ესე. იგივე ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩავატარე აიგებ რაღაც ლაბორატორიულ სისტემაში. ხო, და რაღაც მაგიდაზე მაგალითად ეს ჩემი ექსპერიმენტი და ითქვა არის რომ მოვაბრუნო მაგი და გავიმეორო. უნდა შემიძლოს. ხო, უნდა შემიძლოს. ხა. ანუ მეორე გარდაქმნა, რომელიც პოტენციურად რაღაცა სიმეტრიას მაძლევს, ეს არის სივრცეში მოვლენების სიმეტრია. მესამე არანაკლებ მნიშვნელობა. ისე მომზადდა ჩემი ექსპერიმენტი. საათი გავაკეთე და ამდენად საათი გავუშვეს. იგივე იდენტური საათი გავაკეთე, მაგრამ ხვალ დილას საათი გავუშვე. განსხვავება უნდა იყოს ამ საათის მოძრაობაში, ანუ ისე ამაყენებს. ანუ მესამე სიმეტრია დროშის თანახმობის მიმართ სიმეტრია. იდეაში არსებობს ძალიან ფუნდამენტური კანონი, რომელიც მომეორება ესე პრინციპს. თუ ჩემს სისტემას გააჩნია რაღაცა გარკვეული სისტემა, გარდაქმნების მიმართ გააჩნია გარკვეული სიმეტრია, აუცილებლად ამას მოძებს რაღაცა ფიზიკური სიდიდის შენახვის კანონი. ეხლა ახსნით რა არის შენახვის კანონი. სისტემა ზოგადად ვითარდება დროში. ხო? მაგალითად, მატერიალური წერტილი მოძრაობს სივრცეში. ის დროში ასრულებს რაღაც გარკვეულ მოძრაობას, ხო? შენახვა ნიშნავს იმას, რომ სისტემის მოძრაობის შედეგად აი ეს ფიზიკური სიდიდე მნიშვნელობას არ იცვლის. მაგალითად, სივრცეში წანაცვლების მიმართ ობიექტის სიმეტრია პირდაპირ განახავს მე, რომ აქედან გამომდინარეობს იმპულსის შემოწმება. ფუნდამენტური კანონი, ძალზე ფუნდამენტური კანონი. რომ თუ მე მაქვს ესეთი სიმეტრია, სივრცეში წანაცვლების მიმართ აუცილებლად უნდა განახოს შენახვის კანონი. სივრცეში ბრომის მიმართ სიმეტრია ასევე მაძლევს მე რაღაც ფიზიკურ გაზომვას ეს რომელიც ასევე ეს არის იმპულსის მომენტი. ანუ თუ მე მაქვს რაღაცა ფიზიკური სისტემა, რომელსაც ახასიათებს სიმეტრია ბრომის მიმართ, მაშინ აუცილებლად ამ სისტემას ექნება იმპულსის მომენტი, რომელიც შეიცვალა დროში. და მესამე კანონი გაცილებით უფრო ობიექტივია. აი ეფექტური დროში წანაცვლების კანონი. დროის მიხედვით სიმეტრია წანაცვლების მიმართ სიმეტრია. მე პირდაპირ მიწერს ენერგიის შენახვის კანონს. ანუ თუ სისტემას ახასიათებს ესეთი სიმეტრია, აუცილებლად ამ სისტემის ენერგია მე შემენახება დასახ. კიდე არსებობს ფუნდამენტური კანონები, სიმეტრიები, როგორც ფუნდამენტური ფიზიკის ფუნდამენტური კანონების ახასიათებელია, მაგრამ ის სიმეტრიები თამაშობს კვანტურ ფიზიკაში, გარკვეულ სიმეტრია კლასიკურ ფიზიკაში არ არის. ანუ გაკეთებით ამ სიმეტრიის შესახებ. სიმეტრია მაგალითად სარკული არაგვის მიმართ. სარკული არაგვის მიმართ სიმეტრია. რომელსაც ელ უწოდებს. არსებობს მუხტური შეურაცხმობის მიმართ სიმეტრია. ანუ თუ მე მაქვს რაღაცა პროცესი და რაღაცა ნაწილაკი მეშლება. რაღაცა ნაწილაკი მაქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ იშლება. თუ მე აი ამ პროცესში, აი ამ რეაქციაში ყველა ნაწილაკი შევხვდი მისი ანტინაწილაკი,
არის ის ობიექტი, რომელიც ჩემი ნაწილების ნაწილებისგან განსხვავდება. ყველა მახასიათებლად შეუძლია. თუ ჩემ ობიექტს ქონდა მოხდილი ისე, ამ ნაწილებს იქნება მოხდილი. ო, ასევე ესეთი სიმეტრია. ახლა არის ნაწილების ანტინაწილების შეცვლის სიმეტრია. ბუნებას ძირითადად აქვს ესეთი ხასიათი, თუ მე მაგალითად რაღაცა პროცესში, რაღაცა დაშლის პროცესში, ხო, ნაწილების დაშლის პროცესში, მე ნაწილებს შევცვლი ანტინაწილები. ამ პროცესს ავსახავ სარკეში, ამ სარკეში გამოჩნდება იმ პროცესთან. და დროში უკვე ამ პროცესში ნაწილები შევცვლი. პროცესი ავსახე სარკეში, ანუ სარკულის სიმეტრიული პროცესი და დროში უკვე აი იქ რასაც დავინახავ, ისეთი პროცესი მიმოში უნდა არსებობდეს. კვანტურ ლაბორატორიაში გაკეთდა ეს არის კვანტური ფიზიკის სიმეტრიები, რომელსაც თქვენ ისწავლეთ, თუ ისწავლეთ კვანტურ ფიზიკას. ამას ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამასთან არის დაკავშირებული, ამას უკავშირებენ სტილოთი და ამასთან დაკავშირებენ სამყაროში არსებული ასიმეტრია ნაწილაკების სამყაროზე და სამყაროს შორის. ჩვენ ახლა ვიცით, რომ სამყარო აშკარად არის სამყარო და მისი ანტი არ არსებობს, იმიტომ რომ სამყარო ანტისამყარო არსებობს. აი ეს შეიძლება ყველა გავაკეთოთ ამ ჩემი ანტი კოჩაპოვი და დამჯერებული და გავაკეთოთ. ეს სიმეტრია აშკარად რომლის გამოყენებასაც მიზეზი თუ რატომ მოხდა ეს რატომ იყო ეს სიმეტრია და რამ განაპირობა სიმეტრის გააკეთა ეს ძალიან ის კან მე გიხსენებ თქვენ რომ სიმეტრია ძალიან ინტეგრირებულია თანამედროვე ფიზიკაში და თანამედროვე მათემატიკის ფიზიკაში. როცა საუბრობთ დასაწყისში როდესაც ატომის და ატომის სტრუქტურა აღმოაჩინეს ექსპერიმენტში აღმოაჩინეს რომ დადგენილია რომ იმისთვის რომ მატერია აქვს რომ შეიძლება სულ სამოცალი ნაწილი. ეს არის პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი. პროტონი და ნეიტრონი უნდა შეუქმნათ ბირთვს. მე დავაწერებ იმის ირგვლივ ელექტრონს და შევამ მთლიანად ნებისმიერი ქიმიური ელემენტი შემიძლია შევქმნათ. თუმცა აი ამ ექსპერიმენტებს ვატარებთ ჭკვალი წამოვიდა ახალ ნაწილაკებში. ანუ ყოველ ექსპერიმენტზე ათობით ახალი ელემენტური ნაწილაკი აღმოჩნდება. ეს იყო იმეზონები, გამეზონები, ძიმე ნაწილაკები და ასე შემდეგ. ამას ამ ნაწილაკი იმდენად ბევრი შეიქმნა, რომ მას დაარქვეს ნაწილაკების ზოოპარკი. და აბსოლუტურად გაურკვეველი იყო თუ რაში ჭირდება ბუნებას ეს დამატებითი ნაწილაკი, თუ მე სამი ნაწილაკი ჭირდება მთელი მატერიის აღწერა. კი, აი რაში ჭირდება ეს დამატებითი ნაწილაკები, თუ შემიძლია პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი ყველაფერი გავაკეთოთ. ხო? აქაც ისევ სიმეტრიებმა დაიწყო თავისი როლის თამაში და აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე მენდელეევმა ინტუიტიურად მიხვდა, რომ ქიმიური ელემენტების ან ქაოსში, ქაოსი ხო ქიმიური ელემენტების რაღაცა სიმეტრია დაინახა, რომლის მეშვეობითაც მენდელეევმა განათავსა თავის ტაბულაში ეს ქიმიური ელემენტები. დღეს ჩვენ ვიცით როგორ ხდება ეს და წესი ვიცით. ეს სიმეტრია სად არის ჩამალული? ეს არის ატომის სტრუქტურაში ჩამალული. ხო, კვანტური ფიზიკა ხალხსახად ვიხსნის ეს თუ როგორ არის. ეს იდეა გამოიყენა შემდეგ ფიზიკოსებმა, რომ მოეწესრიგებინათ ელემენტარული ნაწილაკების ზოოპარკი. და მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს სიმეტრიები არსებობს. რომლის მეშვეობითაც აი ეს ნაწილაკები ისევ როგორც მენდელეევის სისტემაში დააარქვეს რაღაცა გარკვეული წესი. ამ სიმეტრიამ თავისთავად უკარნახა ფუნდამენტური ურთიერთქმედებებში არსებული სიმეტრიებში და აი თქვენ იცით რომ ფუნდამენტური 4 წელი ურთიერთქმედება ვიცით ჩვენ ეს 4 წელი ურთიერთქმედება გამოხატავს ყველას ამ სამყაროში ეს არის გრავიტაციული ურთიერთქმედება რომელიც განაპირობებს მასიურ სხეულებს შორის ურთიერთქმედებას ეს არის ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება რომელიც განაპირობებს დამოხტულ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედებას კიდევ არის დამატებითი რომელსაც ძალიან კარგი სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედება. გაუგებარი იყო რაში დაჭირდა პრობლემას 4 წლის შექმნა. აქ უკვე გავთანხმდით ფიზიკოსები და ვცდილობდნენ რომ რამდენად მინიმალურ რაოდენობაზე დაეღო.
4 არა, არ შეიძლება რომ ერთი იყოს, რომელიც ასახავს 4-ვეს თვისებას. და მართლაც აღმოჩნდა, თუ არსებობს სიმეტრია, რომელიც ამწუხაროდ სამს აერთიანებს, მაგრამ გრავიტაცია ვერაფერ შეიძლება ანუ უახლოეს გაერთიანება ელექტრომაგნიტური ინტერფერენციის სუსტი და ძლიერი იდეა არის შემდეგი. რაღაცა სამყაროს განვითარების რომელიღაც საწესია, სადაც ტემპერატურა იგი სამყაროსი შესაბამისად სამყაროს შინაგანი ენერგია დიდი ამ სამყაროს შორის განსხვავება არ არსებობს. ანუ ისინი იყვნენ აბსოლუტურად იდენტური. შემდეგ, როდესაც ხდებოდა სამყაროს გაფართოება, შესაბამისად ტემპერატურის დავარდნა და ამ ენერგიის საშუალო ენერგიის დავარდნა, რაღაცა მომენტში მოხდა ამ სიმეტრიის დარღვევა, ასიმეტრია შედგა, რომელმაც განასხვავა ეს ამ ურთიერთობა და ერთმანეთს. აი ამ სიმეტრიის დარღვევის მექანიზმი ალბათ აქცენტს თერმში ასებულ დიდხანურ კოლაიდაზე აღმოჩნდეს ჰიგსის ნაწილი. აი ასწორებ ამ სიმეტრიის დარღვევას ჰიგსის მექანიზმი განაპირობებს. რაღაცა მომენტში მოხდა სიმეტრიის დარღვევა, ჰიგსის მექანიზმი, სიმეტრიის დარღვევა, რომელმაც შეგვიქმნა ჩვენთვის ურთიერთობები, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკლებთ. თუ კითხვები გაქვთ, ბავშვებო, გთხოვთ. კვადრატის შემთხვევაში დაარღვევით. იმის გამო, რომ შეაფერადეთ სახე. დაარღვევით. ეს არის მარტივად ჩანს აი კვადრატი. მე ვთქვი, რა ეს არის დავსვა. აბსოლუტურად სიმეტრიულ გამოსახულებას ვიღებ. მაგრამ მოდით თქვენ და დავარღვევით. ამ დავარღვევით. თარკეში არის რა გამოჩნდა. სარკეში არის. ამ დავარღვევით ესე რომ ერთი მიმართულებით კონდეს აი ამ ვექტორს სულ მიმართულებით. აი ეს სუტრი. სარკეში არის. ეს გამოჩნდა. დავარღვევით ამის ანუ მიმართულება გამოხატე რაღაც პრობლემაც მე ჩემს სიმეტრია დამერხა. თუ არ ამაქვს რაიმე ნიშანი, რომელიც მე სიმეტრიის დარღვევას ვცდილობ, მაშინ შესაბამისად ვერ გავარკვევ. ანუ თქვენ რომ შეიფერადეთ სახე, ამით სიმეტრია დაახლოებით მარჯვენა მათგან. ანუ საკუთრის სიმეტრია პრობლემის იდეალურად აბსოლუტურად. ანუ ნიშანი არ არსებობს ზონის მიხედვით, თქვენ რომ სარკეში გახართ და ხელს აცებთ სიმეტრიას არ არის. ნუ სადღაც იგივე პრინციპები არის. სიმეტრიის ეს კონცეფცია სიმეტრიის დარღვევის რაღაცა ნიშნავს.
რასაც თავის პრობლემები აქვს, ფილოსოფიური და ასე შემდეგ. მაგრამ თანამედროვე ფიზიკაში არ არის. თანამედროვე ფიზიკა ამბობს უკაცრავად, ყველაფერს აქვს თავის გადამტანი, ეს ხდება დროში და გარკვეული სიჩქარე. ეს სიჩქარე არის სინათლის სიჩქარე. თითოეულ ურთიერთქმედებას თავის გადამტანი აქვს და ეს გადამტანები იმის გამო რომ სიმეტრია აქვს, განსხვავდებიან. მაგალითად, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადამტანი სახელად ქვია მას ფოტონი. ეს არის უმასო ნაწილი. რას ნიშნავს უმასო? ნიშნავს იმას, რომ მას უძრაობის მასა არ გააჩნია. გრავიტაციული ურთიერთქმედების გადამტანი არ არის უმასო, მას ის არის მძიმე. ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი არის მძიმე ნაწილი და ასე შემდეგ. ანუ სიმეტრია დარღვეულია ამ დონეზეც კი, რომ ეს გადამტანები სხვადასხვა იმის ქვია მასისა და ენერგიების ხასიათები. და პრობლემა გაერთიანების უფრო ღრმა არის კვანტური განშტოების ამბინების. ეს განშტოების შემოგვიწყდება შველი პრინციპად გაერთიანება და ეს სამი ურთიერთქმედება ელექტრომაგნიტური სუსტი და ძლიერი ამათი გაერთიანება ხდება. კვანტური განშტოების ვერაფერს ზოგადად ხო არსებობს შემთხვევაც სინათლის სიჩქარეთა შემოსაზღვრული რაღაც ერთი ფენომენი როგორია quantum აი სიჩქარეს ასწავლებს. აი როგორ რაღაცა ორი კვადრატი გავიგე, რაღაც ფერმენტა შემოყვანს. თორსა დავაშორე. რაღაც ანუ ეგრე აბილად არის რაღაც რა დონეს თავი დავაშორო ისინი ერთზე დამხასა ურთიერთქმედებით ის მეორეც რაღაცაში ეს საერთოდ აი ამიტომ ერთი ნაწილაკი გაქვს რომელიც გეშება დოუნას ხო ეს ორი ნაწილაკი თავის თავში იტოვებს ისტორიას მშობლის შესახებ ვისგან დაიშალა ამიტომ აი წარმოგიდგენთ რომ ორი ელექტრონი დამიშალა რაღაც ერთი ელექტრონი დამიშალა ჩოხატაურში მეორე ამერიკაში ხო ამერიკაში გადავატრიალოთ ეს ელექტრონი გადავატრიალო ნიშნავს სპინის შეუწყება ხო სპინი არის ფიზიკური სიდიდე რომელიც სიმბოლურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესე რომ ეს ელექტრონი წარმოვიდგინოთ ბურთი და ბურთი ტრიალებს მისი ერთზისი ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც კი აი ეს ბრუნვის მიმართულება რომ შევცვალო ამ ელექტრონს გადავატრიალო აი ეს აკრავ დამჩანა ეს ელექტრონი ის თავისთავად ეგრე რომ ფიზიკად გამოიყენება ეს ურთიერთქმედების შედეგია ეს არის იმის შედეგი რომ ამ ორ ნაწილაკს ნეირონულ ფიზიკაში ისწავლეთ რომ მისი მახასიათებელი არის ალგორითმი ამ ორ ნაწილაკს ახსოვს თუ ვისგან დაიბადა და შენახვის წესები შენახვის კანონები ახსოვს ამიტომ რადგან ბუნებაში არსებობს შენახვის კანონი ეს თუ შეიცვლის მდგომარეობას აუცილებლად იმანაცმე შეიძლება ნაყოფის შემთხვევაში შენახვის კანონი დამერგვა არანაირი ინფორმაციის გაგრძელება არ ეს სხვა სიტყვებითაც ამბობენ ხოლმე რომ აი სამყაროს აქვს ერთი ტალღური ფუნქცია. ყველაფერი ხასიათდება ერთი ფუნქციით, რომელიც არის ძალიან რთული. ყველაფერი შიგნით არის ჩავი. ამიტომ ერთ რაღაცას ერთ შემადგენელს რაღაცას დაუყედე, იმ ერთმა ტალღურმა ფუნქციამ იცის სხვა სამ გადაუკეთოს. რო შესაბამისად შეინახოს ყველაფერი სამყაროში. ის მეტნაკლებად არის. unified. ანუ სიმეტრიის თეორია მეტნაკლებად არის. ნუ ცდილობს ანუ იდეაში ერთი იდეა არის შემდგა რომ მე რამენაირად მოუძებნი თუ არსებობს ბუნებაში რაღაცა ფუნდამენტური რომელიც აი ჩვენ რო ვთქვით რომ სიმეტრია არის რაღაცა მთლიანი და ასიმეტრია არის რაღაცა კონკრეტული განსხვავება აქვს სწორედ ეს იდეაა რა მე მოუძებნი რაღაც ერთიანი მთლიანი რომლის გამოხატულება უკვე ჩემს დაპროექტებულ სამყაროში არის ინდივიდუალური გამოსახულება რაღაც ერთი კანონი მოუძებნი რომელიც საშუალებას ატოს პროექციებს. Sam ისვაი მაგრატა სიჩქარეზე ინფორმაციის გაფორმების სიჩქარეზე ისეთი ამოცანა. მაგრატა აიდეთ და დაითვალეთ და იმას გავხურდეთ რა. შეხების წერტილი, აი ამ ორი დანის შეხების წერტილი რა სიჩქარეზე წერტილი და ზედა აი მაგათმეს მაგრატის დიდი და ხურა. შეხების წერტილი ვარს ეს შეხების წერტილი ცელი რაღაცა სიჩქარე ხო? აი ეს რა სიჩქარე?
გამოდიოდა ცეზე. ანალოგიურია სხვათა შორის აი 10-10. ძალიან შორო კედელზე თქვა ლაზერის სხივით რომ გაუშვა 10-10. ხო შეიძლება ის მოძრაობდეს ცეზე მეტი სიჩქარით. ისევ და ისევ ამის გამო რომ ის არ არის რაღაცა მატერიალურია და ინფორმაციის გადამტანა. ხო. ჩვენ შეგვიძლია ვაკ ინფორმაციის გაცნობს. ინფორმაცია როცა მხოლოდ და მხოლოდ ცეზე. ეს არის ძალიან პრინციპი. გოჩა ერთი კითხვა მეც მაქვს შეიძლება უფრო ასეთი მე ვიტყოდი ფილოსოფიური შინაარსის არის შენ ლექციის პროცესში ასეთი რამ აღნიშნე რომ სიმეტრია და მისი დარღვევა რომ ორივე ბუნებაში ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა აი შეიძლება ასეთი ასე ვთქვათ ანალოგია გავავლოთ და ვთქვათ რომ სიმეტრია ნიშნავს ყოველთვის წესრიგს არა და სიმეტრიის დარღვევა ნიშნავს თქვა წესრიგიდან გადახვევას ანუ რაღაცა უფრო ქაოტურობას ესე იგი აი შენი აზრით არის თუ არა რაღაცა კავშირი სიმეტრიას და მის დარღვევას და თქვა წესრიგს და ქაოსს შორის რომელიც ასევე მნიშვნელოვანი და ესეთი რთული პარადიგმაა ფიზიკაში არა ქაოსის და წესრიგის ურთიერთმიმართება თუ ჩვენ გამართ სიმეტრიის დარღვევას ანუ ასიმეტრიის გამართ შემდეგნაირად მე კონკრეტული ხერხი ანუ კონკრეტული წესი ვაკეთებ ამ სიმეტრიის დარღვევას მე უკვე ანუ წესი შემოგვიყვება როგორ ვაუჩებ ამ შემთხვევაში ხო? შესაბამისად ქაოტურობაზე ლაბორატორი ალბათ ცოტა არ შეიძლება. ხო, ანუ იქ მე პირდაპირ საზღვა რომ მაქვს ესეთი სიმეტრია, მაგრამ ვარდო გარკვეული წესი ამ სიმეტრიის, ხო? და მაშინ აი მაგალითად იმაშია. ფიზიკის ფუნდამენტური კანონებს ყველას აბსოლუტურად გინდა კლასიკური ფიზიკა იყოს და გინდა კვანტური ფიზიკა იყოს, ხო? აქვს ესეთი სიმეტრია რა, დროში უკან წასული. ანუ რაღაცა პროცესი მიდის დროში. ხო? მე ამ პროცესს გადავუყო კინოფილმი. გადავუყო კინოფილმი და მე ეს კინოფილმი უკან დავაყო. რასაც დავინახა, ისეთი პროცესი ბუნებაში არსებობს. კი. ხო? ფიზიკას აქვს ესეთი ფიზიკის ფუნდამენტური კანონებს აქვს ესეთი სიმეტრია. ეხლა პრობლემაა ესეთი მაკროსხეულებში, ხო, მაკროსამყაროში. ეს კანონი ეს სიმეტრია. აი მაგალითად რო აიღოთ თქვენ ისა. ორი ჭურჭელი რო აიღოთ, ორი მოცულობის ჭურჭელი რო აიღოთ და ეს ჭურჭელი იყოს გაყოფილი იმით, რა ქვია. გამყოფილი. ხო. კარგი. ერთი ჭურჭელი ერთ მხარეს ჩავასწრი რაღაცა გაზი იდეალურად არა. და გავაღე ეს კარი. გამოხდა მოხდება ის რომ ეს რა ქვია გაზის მოლეკულები დაეწერა მოძრაობას და გადანაწილდებიან და საბოლოო ჯამში გარკვეული შემდეგ მექნება სული თანაფარდობა თუ მქონდა მაგალითად n ნაწილი ხო საფრთხეში საშუალოდ n ნახევარი გადანაწილდება აქეთ ეხლა გამოვიდით რომ ამას უღებთ კინოფილმს და დავაფერეთ უკან რას დავინახავ ეს ნაწილაკი წამოვიდა უკან და გამოვიდა და კაროჭაი ეს დრამატული შეიძლება. ხო, ცოტა არარეალისტურია, ხო. ვერცი მიდია, სწორედ დავაყენე. რაი, ვერცი გაიშვა, ხო? ახლა გადავუყო. ხო, ესე იგი ეს აი ვერცი ამოვარზე შეიძლება და ხელში. ან პროგრესი მომწესება, რომ ეს ზედაპირზე რო ყარჩავა. წარმოგიდგენთ აბსოლუტური სტილი მაგ არ არის ზედაპირი ჩავარდე ხო? გამოხდება ინტერფეისში სადაც ჩავარდა ხო? წარმოიშვა ეს სფერული ტარგები, გავრცელდება ხო? და წარმოვიდეთ უკან. ისე. რო კინოს უყურებ რა ხდება? წარმოვიდა უკან. და როგორც შეიძლება ახლა ეს კიდე არ არის. შევდო უცბად ყავამოვარდა ზე. თუმცა თქვენ ეს პროცესი რო თითოეულ ნაწილაკად დაშავ და განიხილო. ქვას, ალღაც, კვერცხის ნაწილაკები და ასე შემდეგ. თითოეულ ნაწილაკის მოძრაობა ცალ-ცალად შეუძლებელია უკან. ანუ ეს ვაკეთებ, მოდის აუცილებლად იქნება მოძრაობა, რომელიც უკან წავა. მაკროსისტემაში ირღვევა დროში სიმეტრია. ამას პირდაპირ კავშირი აქვს ენერგიასთან. პირდაპირ კავშირი. просто უბრალოდ თქვენ რომ დათვალოთ ალბათობა იმისა, აი ისევ იმას დავუყურებთ, რა ის ორ ჭურჭელს დავუყურებთ, ხო? ვანაწილებ n-ცა ნაწილაკს სხვადასხვა მხარეს, მარჯვენა მარცხენა. თქვენ რომ დათვალოთ ალბათობები, n-ცალი ნაწილაკი, როგორ ეს სხვადასხვანაირად გადავანაწილებ, მაგალითად n-1 ნაწილაკი აქეთ მხარეს ერთი წელი n-2 ნაწილაკი აქეთ მხარეს ორი წელი. აი ყველა შესაძლო ვარიანტების ალბათობები დათვალოთ.
მაქსიმალური ალბათობა ეხება იმას, რომელიც იქნება გადანაწილებული თანხით. ennახევარი. ანუ უნებას ურჩევნია მივიდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც ყველაზე მეტად ალბათურია მდგომარეობა. ეს ალბათობა პირდაპირ პროპორციული არის ენტროპიას. სხეულის განვითარების პროცესში ხდება ენტროპიის გაზრდა. შეუძლებელია გარეშე ჩარევის გარეშე, რომ ენტროპია დამოუკიდებლად მუდმივად ენტროპია იზრდება, სხეულის ვითარდება, ის ენტროპია იზრდება. ეს არის სუფთავი. ფოტოშოპს კვანტოფიზიკაში ესეც იყო. ეს მიმართ ერთი ნაწილაკისთვის, ჯობო ამბობ მაკრო სამყაროში დროის სინათლე და ერთი ნაწილაკი კვანტოფიზიკაში იყო. მაგალითად კამეზონები და დემეზონები არიან ნაწილაკები, რომელიც არ არის. აი სწორედ ეს ის ნაწილაკები არიან, რომელსაც აბრალებენ სამყარო ანტისამყარო სინათლის დაკრვის პროცესს თამაშობს. ასე აბრალებენ. არის კიდევ შეკითხვები ბავშვებო? გოჩა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.